ეტყობისგან და დღეს გამოვთვალიერებთ მეტეხის ეკლესიას და გაგაცნობთ ბევრ ინფორმაციას, რასაც შეიძლება უცნობი იყოს. მეტეხის ეკლესია დღესაც ისეთი ადგილია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ცოტა ხნით ქალაქის ხმაურისგან გაქცევას, თავი და შუა დისკოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი მანქანა ტურისტი ყოველდღიური ცხოვრება, ტაძარი მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს. თითქოს კლდეზე მდგომი მეტეხი ყველა მხრიდან დიცავს და გვეუბნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თბილისი მაინც იმაღლებს თავს. ტაძრის გვერდით მდებარე მოედანზე ყოველთვის ნახავ ხალხს, ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ მოხუცებს, რომლებიც სკამზე ისვენებენ და ახალგაზრდებს, რომლებიც მუსიკას უსმენენ, ან ფოტოებს იღებენ. აქ ყოველთვის არის სივრცე. ბევრი ადამიანი უბრალოდ მოდის, რომ ერთი ორგან წუთით დაждდეს და თავის ფიქრები მოიცესრიგოს. როცა ტაძარს მივახოლდები, იგრძნობ ქვის სუნს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მზესა და ქარს გაუძლებს. შიგნით კი ტაძრის განათებული კუთხეებია, ხატები და ანთებული სანათლეები, რაც სიმყუდროებს ქმნის. ადამიანები სანთო-სანთო ლოცულობენ, ან უბრალოდ განადა თავიანთ სურვილებზე ფიქრობენ. თითქოს აქტივური ფიქრი უფრო ძლიერად და შორს მიდის. მეტეხის გარშემო ბევრი საინტერესო ადგილია. აბანო თუბანი, ნარიყავას ციხე, ძველი ქუჩები და ხიდები. ამიტომ ვინც აქ მოდის, ხშირად აგრძელებს სეირნობას და ერთ პატარა მარშრუტში თბილისის ისტორიის დიდ ნაწილს ესწრება. მეტეხის ეკლესია არ არის მხოლოდ ძველი შენობა, ის ქალაქის გულია. ის გვახსენებს, რომ თბილისი მუდამ იდგა სირთულეებზე, მაგრამ მაინც აგრძელებს ზრდას, განვითარებას და სიცოცხლეს. ამიტომ ადგილს ყველა განსაკუთრებულად ხედავს. ტურისტის, რომელიც პირველად ჩამოვიდა და ადგილობრივს, რომელიც აქ 1000-ჯერ ყოფილა. თუ რაიმე უნდა იგრძნო თბილისზე, მისი სიმარტივე, სითბო, ძველი და ახალი ერთად მეტეხისკენ ასვლა ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. აქედან თითქოს მთელი ქალაქის უთქვა ჩანს და შეც მისი ნაწილის დები. ეს არის მეტეხის გარშემო ხედვი, ეს არის მეტეხის ეკლესია. ხედავთ ეს მრავალ მანქანას, ბევრ ხალხს. ყველანი არიან მოსულები ამ საოცრების სანახავად. გამარჯობა, დღეს ჩვენ ვიყვებით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და საიდუმლოებით სავსე ადგილზე, მეტეხის კლდის ძირში. სწორედ იქ, სადაც დგას წმინდა აბა თბილელის სახელობის ეკლესია. ეს არის ადგილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს თბილისის დაცლობის, წმენისა და თვითგანწირვის ისტორიას. ჩვენ ვიწყებთ რეპორტაჟს იქიდან, თუ რატომ არის აბა თბილელი თბილისისთვის განსაკუთრებული ფიგურა. მერვე საუკუნეში აბა თბილელი არაბი წარმოშობის ქრისტიანი სასტიკად აწამეს თბილისში. ნარიყავასთან მას თავი მოჰყვეთის, ხოლო ნეშტი სწორედ აქ მეტეხთან დაწვეს. გადმოცემით ამ დროს მოხდა სასწაული, ადგილი, სადაც ცეცხლში დაწვეს წმინდანი განსაწმენდელ ადგილად იქცა. მრავალი ადამიანი მოწმობდა, რომ აქ ავადმყოფები იკურნებოდნენ და აბა თბილისათა მფარველად მიიჩნიეს. იქაც კი ამბობენ, რომ აბოს ცვლები ყოველწლიურად ამოდიოდა მტკვრის ზედაპირზე და ისევ ქრებოდა სიწმინდის ნიშანი, რომელიც ხალხს აძლიერებდა. ისტორიული წყაროები გვათხრობილებს, რომ აბოს მარტვილობის ადგილას ძველად დგას პატარა სამლოცველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მუდმივად ზიანდებოდა. ომების, ხედების მშენებლობის შემდეგ კი საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქციების დროს. 1951 წელს ძველი ნიში და სადილები მთლიანად გაანადგურეს, ტერიტორია მიწით ამოავსეს და ხეები დარგეს, ხოლო ამ წმინდა ადგილას არსებობა თითქმის გაქრა ქალაქის მეხსიერებიდან, მაგრამ 1990-იან წლების დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კუთხით დაიწყო დაკარგული ადგილის დაბონება. არქიტექტორი რეზო ჯანაშიასა და დეკანზო ბესარიონ უმინდაბეს ხელმძღვანელობით დაიწყო ძველი მასალების მოძიება. ძველი ფოტოების, რუსული პერიოდის მაკეტებისა და ნაშთების შედარებით მათ იპოვეს ნამდვილი მონაკვეთი. ის აგურის ნიში, რომელიც მე-19 საუკუნის სამლოცველოში იყო. 1994 წელს დაიწყეს მიწის გასუფთავება და სწორედ მაშინ მოხდა ისტორიული მოვლენა. ნაცრისფერი ფიჭვის გადანაჭრესზე გამოსახული იყო მკაფიო ჯვარი. ეკლესია ამ მოვლენის სასწაულად აღიარებს. ეს ჯვარი დღესაც ინახება. მისი ნაწილი კრწანის წმინდა ნიკოლოზის ტაძარშია, ნაწილი კი აქ ახალ ტაძარში. ამის შემდეგ გაიწმინდა ადგილის დადგენა ნიშის ზუსტი მდებარეობა და დაიწყო ტაძრის პროექტირება. ახალი ეკლესიის მთავარი იდეა იყო ერთი რამი, ძველი ნიშის და ახალი ტაძრის გაერთიანება ერთ მთლიანობაში. ისე რომ წმინდა აბოს სამარტვილეო არ დაკარგულიყო, არამედ გამხდარიყო ტაძრის ბირთვი. ტაძრის ინტერიერში დღესაც ხედავთ კლდის ბუნებრივ მონაკვეთს სამხრეთ კედლთან. დასავლეთის კედლის ქვედა ნაწილი კი პირდაპირ ეყრდნობა აბოს ნიშის. მთავარ
სამშობლოდ აღდგენილია მოწამეთა ხიდის ბუჯით, რომელიც ოთაჭელის ჰესის შემდეგ წყლის ქვეშ მოხვდა. აქ კვლავ აღიმართება ჯვარი, იქ სადაც ოდესღაც ხის ნადაფით აყვავსებდნენ წმინდანს. ეკლესიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მოქანდაკეებს და შემწირველებს. მშენებლობა ძირითადად მორწმუნე მრევლის დახმარებით მიმდინარეობდა. და ბოლოს 2007 წლის 13 იანვარს მრავალი წლის მუქთე შრომის შემდეგ წმინდა აბო თბილელის ტაძარი იკურთხა. დღეს ის არის ადგილი, სადაც თბილისელები და სტუმრები მოდიან ლოცვისთვის, დასამშვიდებლად, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. საბოლოოდ ეს არის ადგილი, სადაც ისტორია, წმენდა და ქალაქის ცუდი ერთ წერტილში იკრიბება. მეტეხის კლდის ძირში მდგომი პატარა, მაგრამ ძალით სავსე ტაძარი გვახსენებს, რომ თბილისს ყოველთვის ჰყავდა თავისი მფარველი წმინდა აბო, რომელიც თავის სიცოცხლით და სახელით იცავდა ქალაქს. ეს იყო რეპორტაჟი წმინდა აბო თბილელის ეკლესიიდან. მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობა. დღეს ჩვენ ვიყოფებით ათეშგასთან, რომელიც უძველესი ზოროასტრული სამლოცველოა. ჩვენ გავიარეთ იაკობ ქუთესის შუშანიკის წამება და ივანე საბანიძის აბო თბილელის წამება, რამაც მოგვცა საშუალება შეგვექმნა წარმოდგენა ზოროასტრისას და ისლამზე. სანამ გადავალთ ნაგებობის აღწერაზე, მნიშვნელოვანია რომ ვილაპარაკოთ ცეცხლ თაყვანისმცემლობაზე. რელიგიის დამფუძნებელი ზარათუშტრა, რის შედეგადაც გამომდინარეობს მისი სახელი. ზოროასტრიზმი არის ერთადერთი დუალისტური რელიგია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღიარებს ორ ღმერთს, სიკეთისა და ბოროტების, რომლებსაც აშურამასა და აშიმანი ეწოდებათ. ხოლო მათი უზენაესი ღმერთი, ანუ სიკეთის ღმერთი არის მზის ღმერთი და მზის ამქვეყნიურ სახით იწვება ცეცხლი, რასაც ზოროასტრები თაყვანს სცემენ. თვითონ სიტყვა ათეშგა სპარსულად ცეცხლის ტაძარს ნიშნავს. სამლოცველოში ყოველთვის ენთო ცეცხლი ხის ცხოველური ცხიმისა და მცენარეული წარმოშობის სუნელების დახმარებით. ხოლო იმ ადგილს, სადაც ჩაუქრობელად უნათებული იყო ცეცხლი, ერქვა ატროშანი და ეს სიტყვა ხვდება ჩვენ შუშანიკის წამებაში. ათეშგა დღესაც არსებობს თბილისის ზემოთ ბეთლემის ტაძრიდან 10 მეტრში და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ფუნქციას ასრულებს. სამწუხაროდ დღეს ათეშგა გაუქმებულია და მხოლოდ აბრის წარწერით თუ მიხვდებით, რომ იქ ოდესღაც იყო ირანელების სამლოცველო ტაძარი. ათეშგას კუბური ფორმა აქვს, რომელიც აგურითაა აგებული, მაგრამ ეს არ არის მისი ორიგინალური სახე, რადგან ნაგებობამ საუკუნეების მანძილზე სახე იცვალა. თუმცა ახლა ნაგებობაში შესვლა მხოლოდ კერძო საკუთრების გავლითაა შესაძლებელი, რადგან იგი მდებარეობს საკუთარ ეზოში. ძველი თბილისის მოსახლეობა ადრე ათეშგას საკერპოს უწოდებდა. როგორც ჩანს, ქრისტიანები ამ სახელდებით აკნინებდნენ ზოროასტრიზმს. ათეშგას დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვერსია. მაგალითად, სარგის კაკაბაძის მიხედვით, ათეშგა ვახტანგ გორგასლის მმართველობის დროს ააგეს. ათეშგას თბილისში არსებობა ადასტურებს საქართველოში ზოროასტრიზმის არსებობას. ათეშგა შეიძლება დაუკავშიროთ ფარსებსაც. ფარსები ინდოეთში გადასახლებული ირანელები არიან, რომლებიც ახალგაზრდული ვაჭრები იყვნენ და დიდი ალბათობით თბილისში ჩამოვიდნენ სავაჭროდ. ილონ გაგაშიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა სწორედ მათთვის აიგო ათეშგა თბილისში. გურამ ყიფშიძის აზრით, ათეშგა მეჩეთად, ეს ისლამური ტაძრის სახელია, უკვე მე-8 საუკუნეში გადაკეთდა. ამოიქოლა თაღები, აღმოსავლეთის ფასადი სასანაური მხატვრული სტილით გაფორმდა. სამხრეთ კედლის თაღში კი შეიქმნა მიჰრაბი, სალოცავი ნიშა მეჩეთებში, რომელიც ქააბასკენ მიმართულებას უჩვენებს. ხოლო ათეშგას გუმბათით მე-19 საუკუნემდე ჰქონდა. ხოლო ყიფიანის მიხედვით ათეშგა აშენდებოდა არა ვახტანგ გორგასალის დროს, არამედ სტეფანოს პირველი ერისთავის მმართველობის დროს. ის ფიქრობს, გორგასალის დროს, როცა იწყებოდა ქალაქის აშენება, დედაქალაქის უმთავრესი ტაძარი იყო ბეთლემის ტაძარი და ათეშგას სახით მეორე დომინანტი ტაძარი ვერ აშენდებოდა. ქართლის ცხოვრებიდან დასტურდება, რომ ათეშგები თბილისის გარდა ნიქოზში, ნეკრესსა და მცხეთაში ყოფილა, თუმცა დღემდე მხოლოდ თბილისის ათეშგა შემორჩა. მისი დანგრევა უკავშირდება ზოროასტრების წარმართებისა და მონოფიზიტების განადგურებას, რომელიც 628 წელს მოხდა. იმისთან მიუხედავად, რომ დღესდღეობით მაზდეიანობა არ არის გავრცელებული საქართველოში, ახლო წარსულში არსებობდა ჭიაკოკნობა. ამ დროს ინთებოდა რაც შეიძლება ძლიერი ცეცხლი, რომელსაც აღწევდნენ ადამიანები. ეს იყო ბოროტი სულებისგან განწყვეტის რიტუალი. ხოლო ეს რასაკვირველია, შესაძლოა დაუკავშიროთ ცეცხლთაყვანის ცოლობას. გამარჯობა, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ანჩისხატის ტაძართან და მოგიყვებით მის ისტორიაზე.
ანჩის ხატის ტაძარი თბილისის უძველესი შენობაა, რომლის ისტორია მე-6 საუკუნეში დაჩი უჯარმელის მეფობის დროს იწყება. გადმოცემის სწორედ ეს უნდა იყოს მოქცევაი ქართლისაი ქრონიკაში მოხსენიებული წმინდა მარიამის ეკლესია. ტაძარი თავდაპირველად ღვთისმშობლის შობის სახელზე იკურთხა და საუკუნეების განმავლობაში თბილისის სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა მრავალჯერ განახლდა, მან მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სამთავიანი ბაზილიკის არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასად ითვლება ქართული სამშენებლო ხელოვნების ისტორიისთვის. ვალი მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე იყო. არაბთა ბატონობის პერიოდში გადმოცემით იგი ერთადერთი ტაძარი იყო, სადაც ზარების დარეკვის ნება ჰქონდათ. ამიტომაც მას ზარის ეკლესიასაც უწოდებდნენ. მის ტერიტორიაზე მდებარეობდა საქართველოს კათოლიკოსების სასახლე, ხოლო რეკლამეორის მეფობისაც აკადემიაც, სადაც წარჩინებული ოჯახების შვილები სწავლობდნენ. ტაძრის სიწმინდეს უდიდესი მნიშვნელობას ძენს მე-12 საუკუნის ცნობილი ოსტატის ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი მაცხოვარის ხატი, ანჩის ხატი, რომლისგანაც ტაძარმაც მიიღო თავისი დღევანდელი სახელი. ეს ხატი დღეს საქართველოში ეროვნულ მუზეუმში ინახეს და განაახლეს, განსაკუთრებით მე-17 და მე-19 საუკუნეებში. 1675 წელს დომენტი მესამე კათოლიკოსმა მას ორსართულიანი აგურის სამრეკლო შემატა და ტაძარის საფუძვლიანად განაახლა. მოგვიანებით დაემატა განახლებული გუმბათით, თუმცა მე-20 საუკუნის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარს დაუბრუნდა ისტორიულად უფრო ბუნებრივი მე-17 საუკუნისეული იერი. სწორედ ამ სამუშაოების დროს გამოიკვეთა ყველაზე ძველი სამშენებლო შრეებიც, მათ შორის მე-6 საუკუნის სანათლავის ნაშთები. არამედ კულტურული ცენტრი იყო. ტაძრის კედლებზე დარჩენილი მოხატულობა სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნება. განსაკუთრებით საინტერესოა 1693 წლის ფრესკები და მე-19 საუკუნის დასაწყისში შესრულებული ხელოვნება, რომელიც შუა საუკუნეების ტრადიციას და ახალ სტილს ერთმანეთთან აერთიანებს. 1988 წელს ტაძარში აღდგა ძველი ქართული მგალობის ტრადიცია, რის შედეგადაც ანჩის ხატი მგალობელთა გუნდი ქართულ საეკლესიო მუსიკას განაახლებს და ავრცელებს. გამარჯობა. დღეს შევიმყოფებით ბოტანიკურ ბაღში თბილისში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო და ბუნების დაცვის ცენტრი არის. სანამ გადავალთ ბაღის თანამედროვე სახეზე, მნიშვნელოვანია, რომ ვილაპარაკოთ მის წარმოშობასა და მრავალფეროვან ისტორიაზე. ბაღის ტერიტორია ისტორიულ წყაროებში პირველად მე-17 საუკუნიდან არის მოხსენებული, როგორც თბილისის სამეფო ბაღი. თუმცა ბოტანიკური ბაღის ოფიციალური დაარსების თარიღად ითვლება 1945 წლის 1 მაისი. როდესაც მას ოფიციალურად ეწოდა ტიფლისის ბოტანიკური ბაღი და დაიწყო მეცნიერული კრებაც. მე-19 საუკუნეში ევროპელი და ქართველი ბოტანიკოსების მონაწილეობით ბაღი თანდათანობით გაფართოვდა და მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბდა. საბჭოთა პერიოდში ბაღში შეიქმნა ლაბორატორიები, სამეცნიერო განყოფილებები და ჰერბარიუმი, რომლებიც მცენარეთა შესწავლისა და დაცვის საქმეს ემსახურებოდა. დღეს ბაღი 128 ჰექტარზეა გადაჭიმული და მოიცავს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონიდან მოტანილ 3500 მეტ მცენარის სახეობას. კოლექციებში თავმოყრილია როგორც საქართველოს ადგილობრივი ფლორა, ასევე ეგზოტიკური მცენარეები. მათ შორის სხვადასხვა ჯიშის ხეები, ბუჩქები და დეკორატიული ბაღის მცენარეები. ბაღის ტერიტორიაზე გადააწყდებით რკალოვან ხიდებს, მდინარის ბუნებრივ ხეობას, ჩანჩქერსა და მრავალ ბილიკებს, რომლებიც თბილისის ისტორიულ რელიეფებს მისდევს. ეს სივრცე ინარჩუნებს იმ ბუნებრივ კულტურულ ლანდშაფტს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ბოტანიკური ბაღის მთავარი მისიაა მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, დაცვა და პოპულარიზაცია. აქ ტარდება სამეცნიერო ექსპედიციები, მცენარეთა კლასიფიკაციის სამუშაოები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს და მკვლევარებს ბუნებასთან უფრო ახლოს აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაღი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი სივრცეა, მისი მთავარი მნიშვნელობა მაინც სამეცნიერო კვლევით საქმიანობებში და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში მდგომარეობს. თბილისის სწრაფი ურბანული განვითარების ფონზე ბოტანიკური ბაღი ქალაქის მწვანე ფილტვად ითვლება და მისი დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ბოტანიკური ბაღი დღესაც რჩება ადგილად, სადაც ბუნება, ისტორია და მეცნიერება ერთიანდება. ის გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს პატივისცემა და მცენარეთა დაცვის კულტურა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არსებობდა. კაი. ახლა ჩვენ მოგიყვებით ბოტანიკურ ბაღის ლეგენდაზე. ამბობდნენ, რომ ლეღვთახევის წყალს, რომელიც დღეს ბაღის ტერიტორიას კვეთს, საკუნებელი ძალა ჰქონდა. ვინც ამ წყალს გადაივლებდა, თავის ტკივილი ან დაღლილობა ემსუბუქებოდა. ეს ლეგენდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოდის, როცა აქ ბაგრატიანთა სასახლე იდგა.
ბაღში არსებული თაღოვანი ხიდის შესახებ გავრცელებულია ამბავი, რომ თუ შეყვარებულები იქ ერთმანეთს სურვილს გაუზიარებდნენ, სურვილი აუცილებლად შესრულდებოდა. ეს ლეგენდა მე-19 საუკუნეში გაჩნდა, როცა ბაღი ყველაზე რომანტიკულ გასეირნების ადგილად ითვლებოდა. ერთ-ერთი მითი ამბობს, რომ მე-19 საუკუნეში ბაღში დაირგო იშვიათი ალუბალი, რომელსაც თითქოს და წითელი ფერის უცნაურად მკვეთრი შეფერილობა ჰქონდა და რომ მისი ნაყოფი მხოლოდ მაშინ წიფობდა, როდესაც ბაღში მშვიდობა იყო.